საღამოშვიდობისა. მინდა გაგიზიაროთ ერთი ისტორია სპორტიდან. უпроსტորეთ ორი პრაქტიკულად მსგავსი ისტორიაა. აი ლანის ერთდროულად მოხდა. საქმე ეხება ავიაკატასტროფებს, რომლის დროსაც 1959 წელს დაიღუპა იტალიური კლუბი ტორინო სრული შემადგენლობით, ხოლო 1950 წელს დაიღუპა ჰოკეის კლუბი VVS-ი, უпроსტორეთ VVS MO, მოსკოვის ოლქის სამხედრო საჰაერო ძალების კლუბი. ისიც აი მთელი შემადგენლობით, ვინც იმყოფებოდა თვითრინავში, ყველა დაიღუპა. ტურინთან მომხდარი ავიაკატასტროფა, სხვანაირად აი სუპერგას ავიაკატასტროფას უწოდებენ, აი თა არის სუპერგა, რომელზეც ბაზილიკა მდებარეობს და აი სწორედ ამ ბაზილიკის მესერს გამოედო თვითრინავის ფრთა და დაენარცხა მიწაზე. ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, ელვისის სწრაფით მოედო ჯერ ტურინს, შემდეგ მთელ იტალიას, ევროპას და მოზარ-მაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს შემთხვევა, ასე ვთქვათ, აი ამ წამყვანი ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებს არტოვებდა. თვითონ დასაფლავების დღეს აი მთელი ტურინი ჩაეფლო აი ამ თეთრ-ყვავილებში და თვითონ პროცესიაზე, პროცესიის გზაზე გამოსული მოსახლეობის რაოდენობა შეფასდა როგორც მილიონი ადამიანი გამოვიდა, რათა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა საყვარელი გუნდი. თვითონ ტორინო მაშინ საუკეთესო კლუბი იყო იტალიის, ამ ჩემპიონატშიც ლიდერობდა და დარჩა აი ახალგაზრდული შემადგენლობის ამარა, თუმცა კიდევ რამდენიმე ტური რჩებოდა იტალიის ჩემპიონატში. მოწინააღმდეგეებმა ასევე ახალგაზრდული შემადგენლობები დაუპირისპირეს მათთან შეხვედრის დროს და ისიც, ასე ვთქვათ, რაიმე მაინც ფიცხელი ბრძოლა არ გაუმართავთ, ასე რომ ის დარჩენილი შეხვედრები ტორინო მოიგო და ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. შემადგენლობა მართლაც უძლიერესი იყო. იტალიის ნაკრების რამდენიმე წევრი იყო, მათ შორის იტალიის ნაკრების კაპიტანი ვალენტინო მაცოლა, აი შემდგომში მისი ვაჟი ასევე შეიძლება ითქვას ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი გახდა სანდრო მაცოლა. ეხლა რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში? ეს VVS-ი მიემგზავრებოდა ჩელიაბინსკში და უნდა გადაფრენილიყვნენ სვერდლოვსკში და იქიდან მატარებლით ჩელიაბინსკისკენ გაეგრძელებინათ მგზავრობა. და აი სწორედ სვერდლოვსკთან მოხდა ეს ავიაკატასტროფა. ის მატჩი არ გადადებულა. თავის დროზე, როგორც იყო დაანონსებული, ისე ითამაშეს.
რადგანაც მოხდა აი ამ გუნდის ხელახლა აი სახელდახელოდ შეკოწიწება. ამ შეკოწიწებას შეიძლება ითქვას სათავეში ედგა თვითონ აი ამ კლუბის შეფი რო იტყვია იოსებ სტალინის ვაჟიშვილი გენერალი ვასილი სტალინი. და აი ეს ხელახალი დაკომპლექტებაც აი ამ დაკომპლექტებასაც გარკვეული ესეთი საინტერესო დეტალები ჰქონდა. ცდილობდნენ მოეწვიათ დაღუპული მოთამაშეების მოგვარეები. ამისთვის ძმები გამოდგნენ მაგალითად. აი იქ კლუბში მოთამაშე ორ ჰოკეის აღმოვაჩნდათ ძმები ერთ-ერთი მაგალითად აი შემდგომში მსოფლიოში სახელგანთქმული მწვრთნელი გახდა ანატოლი ტარასოვი, მისი ძმა დაიღუპა აი ამ სველოსთან ავიაკატასტროფაში და აი ანატოლი სასწრაფოდ გამოიძახეს შელიაბინსკში. ტარასოვის გვარით ეთამაშა. დიქტორი მხოლოდ გვარებს იძახდნენ და თითქოს არაფერი შეცვლილა იგივე ხალხია. სხვადასხვა გუნდებიდან გადმოიყვანეს ჰოკეისტები, რომლებიც ასე ვთქვათ, თანამოგვარეები იყვნენ. ერთი საერთოდ სპორტის სხვა სახეობიდან იყო, ბურთიანი ჰოკეი. გასაგებია იქ ჰოკეია, მაგრამ სხვა მოედანია იქ, ფეხბურთის მოედნის სიდიდის არის შაიბის მაგივრად უსაგორავებენ და ჰოკეჯოხი თუ ყვანჯია რასაც ეძახიან ის სხვანაირია სხვა მოყვანილობის. არა უშავს გამოდგებოდა თავარი იმ გვარს ატარებდა და გაზეთებშიც ასე ვთქვათ გოლების ავტორებს რო წერდნენ თითქოს არაფერი ცვლილება არა იგივე ხალხი გაიჩენდა თავს. აი სხვა შორის ლეგენდასავით არის ამ გუნდში ირიცხებოდა ცნობილი ფეხბურთელი და ჰოკეისტი ვსევოლოდ გობროვი და თითქოს მაღვიძარამ არ დარეკა და რეისზე დაიგვიანა სხვა ვერსიით ისეთი ამ შფოთვარე ღამე ჰქონდა და დილით ვერ წამოწია თავი. არა გაცილებით პროზაული მიზეზი იყო. ახალი გადმოყვანილი იყო და ეს ტრანსფერი რო იტყვია ამ ვასილი სტალინმა არმიელებს წაართვა. ეს უძლიერესი სპორტსმენი თავისთან გადმოიყვანა და ეს რო ასე ვთქვათ სპორტ კომიტეტს დაედასტურებინა ეს ტრანსფერი აუცილებლად პირადად უნდა მისულიყო ადმინისტრატორთან ერთად ასე რომ ადმინისტრატორიც გადარჩა რომელმაც უკვე აღებული ჰქონდა მატარებლის ბილეთი გობროვისთვის იგი ჩელიაბინსკში მატარებლით უნდა ჩასულიყო და გობროვი თავისთავად აი გაზეთებს რაც ჩვენ თქვით რომ აი იტალიაში პირველ გვერდებს არტოვებდა. აქ პირველად გაზეთში ამ ავიაკატასტროფის შესახებ დაიწერა 19 აიბეჭდა უფროსწორედ 19 წლის შემდეგ. ისიც საოცარი ესეთი ავტორმა ჟურნალისტმა გამოიჩინა საოცარი გონება მახვილობა, აგრესიულობა თუ პასტიურობა და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ ეს ამ სტატიას თის სინათლე ეხება. და აი სწორედ ამის თქვა მინდოდა რომ თვითონ მსგავს შემთხვევებზე აი როგორი რეაქცია ჰქონდა
იტალიას და რა რეაქცია იყო საბჭოთა კავშირში. აი ამის თქმა უნდა. მადლობა.